პირველის ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი გახარიამ ხელი ბიძინა ივანიშვილს დაადო და გიორგი გახარია აცხადებს, რომ ის წავიდა ქართული ოცნებიდან იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილმა მის ურს უკან მისი ყოველგვარი აზრის გათვალისწინების გარეშე მიიღო გადაწყვეტილება, როდის და როგორ უნდა მომხდარიყო ნიკა მელიას დაპატიმრება და დაკავება. არა და გიორგი გახარია და მათ შორის ქართული ოცნების წევრებიც იხსენებენ, როგორ შეხვდა აბსოლუტურად მთელი პარტია ერთმანეთს პარტიის ოფისში, როგორ შეთანხმდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ნიკა მელიასთვის უნდა მოეხსნათ იმუნიტეტი და ამის შემდეგ აღმასრულებელ ხელისუფლებას უნდა აღესრულებინა მისი დაკავება. თუმცა გიორგი გახარია აცხადებს, რომ ამის შემდეგ მას მიუვიდა ინფორმაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ნაციონალურ მოძრაობის ოფისში შესაძლებელია ისე განვითარებულიყო მოვლენები, რომ დიდი შეჯახება მომხდარიყო, ამიტომაც გიორგი გახარიამ პარტია კვლავ საქმის კურსში ჩააყენა და თქვა, რომ ახლა არ იყო საუკეთესო დრო ნიკა მელიას დაკავების, ამ ყველაფერს იზიარებდნენ მისი პარტიის წევრებიც, თუმცა მოულოდნელად გამოჩნდა უხილავი ხელი და უხილავი ხელი ამ შემთხვევაში გიორგი გახარიას მტკიცებით არის ბიძინა ივანიშვილი და გახარიას თქმით, სწორედ ბიძინა ივანიშვილმა მიიღო სავარაუდოდ ის გადაწყვეტილება, რომ ნიკა მელია სწორედ იმ კრიზისულ მომენტში უნდა დაკავებულიყო. ეს ყველაფერი გიორგი გახარიასთვის მიუღებელი იყო, რომ გადაწყვეტილებები მთავრობის მეთაურის გარეშე არაფორმალურად მიიღო ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ეს გახდა მისი პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების მიზეზი, დატოვების მიზეზი. რომ ჩემი კაფე პოზიცია იყო, რომ მელი იყო დასაკავებელი, მელია მართლა იყო დასაკავებელი. იმიტომ რომ ეს ჟესტი სროლა, ეს იყო გამოწვევა სახელმწიფოსი და სახელმწიფოს რა თქმა უნდა იმოქმედა და ეს გააკეთა იმისთვის, რომ სახელმწიფო გამოეწვია. ჩვეულებრივი ხულიგანი პოლიტიკოსი მოიქცა ისე, როგორც შემდეგ ამის შემდგომ ჩვენ ვისაუბრეთ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ კობახიძე მოვიდა მთხოვა, ძალიან მთხოვა, რომ მივსულიყავი, იმიტომ რომ ძალიან უჭირდა პარლამენტარებთან. და მივედი, გავაკეთე ის, რაც გავაკეთე. ამის შემდგომ მოხდა ის, რაც მოხდა და ჩვენ უკვე მივყვებით ოპერატიულად ამ პროცესს. როდესაც თქვენ ამბობდით, თქვენ ცოცხალი მაგალითი ხართ ამის, რომ დღეს ამ პირობებში, ამ გარემოში, ამ შტერი მელიას დაკავებას აზრი არ აქვს, ამიტომ ჯობია ეს გადავავადოთ, რამდენი ხანით საჭიროა, რომ დაწყნარდეს სიტუაცია. ციტირებ, თუ საჭიროა, თქვენ მოიწერეთ ეს, თუ საჭიროა, ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისს პენიტენციური დაწესებულების ნომერი მივანიჭოთ. მარტივი რამ მოხდა პროცესში სამართავად, მე არ ვიცი კონკრეტულად თქვენთან თუ სხვა ყველასთან შემოვიდა ივანიშვილი, რომელმაც ეს პროცესი თავიდან ბოლომდე წაიღო თავის თავზე და დაიწყო ამ პროცესის მართვა. რას აპირებდა და როგორ მართავდა, მე წარმოდგენა არ მაქვს. მაგრამ მე ეს დადასტურებულად ფაქტებით ვიცი და ჩემი გადადგომა იმით კი არ იყო გამოწვეული, რომ მელია არ უნდა დაგვეკავებინა. ჩემი გადადგომა იყო გამოწვეული იმით, რომ არც თქვენ, არც საქართველოს მოქალაქეებს პრემიერი, რომელსაც და მინისტრებს უმართავს ადამიანი, რომელმაც ერთი თვის წინ თქვა, რომ პოლიტიკიდან მივდივარ და არასოდეს არ დავბრუნდები, ასეთი პრემიერი არავის აღარ ჭირდებოდა. მე თუ გამოვედი და ვთქვი, რომ ამაზე ვერ შევთანხმდი, დავიცავი მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გუნდი და სახელმწიფოს ინტერესები. გიორგი გახარიამ ხელი ბიძინა ივანიშვილს არა მხოლოდ ნიკა მელიას გადადგომის საკითხში დაადო, არამედ 20 ივნისთან დაკავშირებითაც, ვინაიდან გიორგი გახარია აცხადებს, რომ თავის დროზე არ ეგონა, რომ მაგალითად ვინმე შეიძლება განზრახ განეხორციელებინა ის ქმედებები, რაც გავრილობის ღამეს მოხდა, თუმცა ნიკა მელიას დაკავების საკითხმა ის დაარწმუნა, რომ არსებობს ქვეყანაში და არსებობდა ვიღაც უხილავი ხელი, რომელიც მის ზურგს უკან და ქართული მაღალჩინოსნების ზურგს უკან იღებდნენ გადაწყვეტილებას და ამ შემთხვევაშიც ეჭვები გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის მისამართით კეთდება, რომ ივანიშვილი იყო ჩართული მათ შორის სავარაუდოდ 20 ივნისის ღამის გადაწყვეტილებების მიღებაში. უნდა აღინიშნოს, რომ დღეს გიორგი გახარიასთან გამოჩნდა, რომ ქართულ ოცნებას უამრავი კითხვა და უამრავი პრეტენზია ჰქონია. კითხვები უკავშირდებოდა არა მხოლოდ 20 ივნისს ან ნიკა მელიას
მუშაობას ან გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას, არამედ მათ შორის საოკუპაციო ხაზთან რა ნაბიჯები გადადგა იმდროინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მაგალითად 1800 ჰექტარი მიწის ნაკვეთის დაცვისთვის და იმისთვის, რომ იქ ოკუპანტებს არ მოეწყოთ საკუთარი საგუშაგოები, გიორგი გახარიამ თავის დროზე ჩორჩანაში ააშენა საგუშაგო. ახლა ქართული ოცნება ედავება საკუთარ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს და პრემიერ-მინისტრს, რატომ აშენდა ეს საგუშაგო და რომ ამ საგუშაგოს მშენებლობა გიორგი გახარიას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს თავდაპირველად თავად ოკუპანტებთან და სეპარატისტებთან უნდა შეეთანხმებინათ. თუმცა გიორგი გახარია ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო იმისთვის, რათა ოკუპანტებს არც ერთი ნაბიჯი წინ აღარ გადაედგათ და ის ტყე და ის ტერიტორია, რაც ჩორჩანაში არის, ყოფილიყო ისევ საქართველოს ოფიციალურად კონტროლირებად ტერიტორიას. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ გაუგზავნია შეტყობინება საგუშაგოს მოწყობის გეგმის შესახებ ტექნიკური შეთანხმების შესაბამისად, ვინაიდან თქვენ და რუსები გაბრაზდნენ. ერთი წუთით ოკუპანტებისთვის ბოდიშის მოხდა რომ გადავწყვიტეთ, ეს იყო შეთანხმებული ვინმესთან მეილი არსებობს? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის საგუშაგოს განთავსება იყო სიურპრიზი. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია. ამ ყველაფრის არა, თქვენ როგორ მეტყვით ფაქტს, კაცო, ჩემთან იმიტომ რომ აი აქ არის სუსის გავიგე, მაგრამ მე ბატონ ალეკოსთან არ მისაუბრია. მე ვისაუბრე მაშინ სუსის ხელმძღვანელთან, ეს ყველაფერი იყო შეთანხმებული, ყველაფერი იცოდა. მაშინ იმ დროს მოყვა დაძაბულობა იმ დონეზე, რომ ორსებმა სეპარატისტულმა რეჟიმმა სათყოფნაში მოიყვანა თავისი საჯარისო ფორმირებები და გავიარეთ ომის ზღვარზე. თავარი მიზანი იყო ახალი რუკის საფუძველზე, გამოგონილი რუკის საფუძველზე ჩორჩანის 1800 ჰექტარი ტყის მოჭრა საქართველოსგან. ეს იყო მთავარი მიზანი. მთავარი შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს, საოკუპაციო ხაზი რუკაზეც და მიწაზეც არის ზუსტად იქ, სადაც იყო. ეს არ არის სიმართლე, ბატონო. თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზს და საგუშაგოს. თქვენ ურევთ საოკუპაციო ხაზს და საგუშაგოს. ეს ერთი. საგუშაგოებიც არის და ხაზიც არის შეცვლილი. იმის პასუხად, რაც თქვენ სიურპრიზად გააკეთეთ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს შეიტყო ოსების და უნდა წაეღოთ 1800 ჰექტარი და უნდა ყოფილიყავით არ ოკეი უნდა წაეღოთ, მაგრამ უნდა დაგვეწყო პროცედურებით. იმას მაგ შემთხვევაში წაიღებდნენ 1800 ჰექტარს. ეხლაც წაიღეს. არაფერი არ წაუღიათ ეხლა. ტყილს ამბობთ. და ამასთან ერთად წაიღებდნენ და ოფიციალური პრეტენზია გაუჩნდებოდა დასაბუთებული პრეცედენტული. თქვენ ხო იცით პრეცედენტული რას ნიშნავს? დასაბუთებული პრეცედენტული პრეტენზია გაუჩნდებოდა 27 დამატებით ტერიტორიაზე საოკუპაციო ხაზთან. კი, პირდაპირ ეთერში ახლა მაყურებელს შეუძლია ნახოს, როგორი სიტყვერი დაპირისპირება მიმდინარეობს საგამოძიებო კომისიის ხდომაზე თიანსა და გიორგი გახარიას შორის. თქვენ გქონდათ პოლიცაბჭოს მხრიდან და უმრავლესობის მხრიდან დავალება მიღებული, თქვენივე მოთხოვნის საფუძველზე მოუხსენით იმუნიტეტიო, მოუხსნეს დეპუტატებმა იმუნიტეტი, მათ შორის მეც მოუხსენით ეს იმუნიტეტი და თქვენ მერე აღარ აღასრულეთ ეს გადაწყვეტილება, რა საბჭოს მოწვევას ითხოვდით გაუგებარია და რაში უნდა დავეშინებინეთ, უკვე მოხსნილი ქონდა იმუნიტეტი. ჩვენ ხო მივაჭირეთ ღილაკს და მოუხსენეთ იმუნიტეტი. რა არის მარტივია? რატო გამოთქვამდით აზრს მაშინ თქვენ კონკრეტულად, რომ ეხლა ჯობია რომ არ დავაკავოთ და დავაკავოთ ერთი თვის შემდეგ. რატო გამოთქვამდით? სხვა დეპუტატების მსგავსად სვამდი კითხვებს, მაგრამ მეც და ყველამ მოვუხსენით იმუნიტეტი. ესე იგი გამოთქვამდით ამ აზრს. მანამდე კი მანამდე არა იმ ღამეს. იმუნიტეტი მოვუხსენით და თქვენ არ აღასრულეთ. ქალბატონ თავმჯდომარე, ერთ რამეს გეტყვით. და ეს არ იყო ჩემი აზრი მხოლოდ. ქალბატონ თავმჯდომარე. თქვენ რომ ეხლა უნდა დამასრულებინებთ? ისეთ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდოთ თავი. არა, მე კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს დააბრალეთ, რომ თქვენ რაღაცა გადაგაფიქრებინათ გარედან. მელი არ დააკაო და გაგიყვანათ ოპოზიციაში, ეს არის მომხდარი. ესე იგი, შეიძლება გაგიყვანეს ოპოზიციაში და მოგწვენიათ აღიარეთ ეს. ესე იგი, იმ ღამეს პოლიცაბჭოს ბევრი წევრი, თქვენც მათ შორის, თუ
გამოძიება ამით დაინტერესდება, სულ ყველას გეტყვით. თქვენც მათ შორის იღავით კატეგორიული წინააღმდეგი იმ ფორმით და იმ ხამით მელიას დაკავების. ამის შემდგომ და ამის საფუძველზე გაჩნდა იდეა პოლიცსაბჭოს მოწვევის. ამის შემდგომ ეს არ არის ასე, ბატონო გიორგი. ეს არ არის ასე. წეღან თქვით რომ სადღაც შევიკრიბეთო, ვიღაცებს ველაპარაკეთო, თქვენო იქ არიყავითო და ეხლა აღმოჩნდა რომ მეც იქ ყოფილვარ და ბევრი სხვაც. ჩვენგან რა სითხოვდით მეც, პრემიერ-მინისტრი კაცი, რომ მივაჭირეთ ხელი და მოვუხსენით მელიას იმუნიტეტი, რის გარეშეც თქვენ ქმედებაზე ვერ გადახვიდოდით. ეს ქმედების შესახებ ჩვენგან გადაწყვეტილება მიიღეთ 16 თებერვალს. 18-ში დილით თქვენ მიგვიჯახუნეთ კარი და გადადეკით და თქვით სასაცილო არგუმენტი, რომ მელიას დაჭერა პოლარიზაციას გამოიწვევს ქვეყანაშიო და წახვედით და ამოჩდით ოპოზიციაში 16-დან 18-ის დილამდე. პრემიერ-მინისტრ კაც, რომელიც ყველა ინტერვიუში ტრაბახობთ, რომ მე ვიყავი ერთადერთი პრემიერიო, ვისაც ივანიშვილი ვერაფრის დავალებას ვერ უბედავდაო. მე ეს არ მithქვს. ეხა უტრირებთ თქვენ. რას ბრძანებთ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში ეს გაქვთ ნათქვამი, ერთადერთი პრემიერი ვარო, ვისაც ივანიშვილი დავალებების მიცემას და თავის ჭკუაზე ტარებას ვერ უბედავდაო. ხო, რაღაცნაირად ჩამოყალიბდით, რომ ლიდერობა გინდათ, გასაგებია. ილიდერეთ, მობძანით პარლამენტში დასხედით. საბატონოთია, ასე რთულია სიმართლის მოსმენა? რა არის სიმართლის მოსმენა ასე რთულია? ვის შეხვდით და ვინ გაგიყვანათ ოპოზიციაში და მიატოვეთ გუნდი? ვიპასუხეთ ამაზე, რომ ეს არის სულელური შეკითხვა, არავინ. და თუ გაინტერესეთ სიმართლის მოსმენა თუ გინდათ, აგერავარ და პასუხობთ სიმართლეს რო იგებთ, მე ემოციურად იძაბებით. რა გინდათ სულელურში რა არია გაუგებარი, გეუბნებით რომ გაუგებარი, იმიტომ რომ აიბლანდეთ. სულელურ შეკითხვებს სვამთ სულელები. ამიტომ მადლობა კომპლიმენტისთვის. მე არ მაქვს პრობლემა. ყველა ხედავს თქვენ რა დღეშიც ჩაიგდეთ თავი. ვინ გაგიყვანათ ოპოზიციაში და დაგაპირისპირათ ქართული ოცნების გუნდთან. აი ეს რომ არ მითხრათ, ვერ გადავრჩები. ივანიშვილმა ოპოზიციაში გაგიყვანათ ივანიშვილმა. რა თქმა უნდა. არ გწვენია თავის. არა, არ მწვენია. ივანიშვილმა რა თქმა უნდა. ივანიშვილმა გითხრათ რომ აღარ დაიჭირო მელიაო? ივანიშვილმა მაშინ როდესაც ძალიან ძიმე დღეში. მაშინ როდეს რა? ძალიან ძიმე დღეში. ნუ ღელავთ ჩემზე ნუ ღელავთ. ივანიშვილმა მაშინ როდესაც მთელ საქართველოს თითოეული გუნდის წევრს და თქვენს ხშირად იყავით ამ შეხვედრების მოწმე. დაპირდა რომ მე მივდივარ და გააკეთა ის განცხადება, რაც გააკეთა 18 თებერვალს ყველანაირი მიზეზის გარეშე პირდაპირი კავშირით ძალოვან უწყებებთან, კიდე ბევრთან სხვასთან შემოვიდა პროცესში და მართა ეს პროცესი ისე, რომ მივიღეთ ის შედეგი საბოლოო ჯამში, იმიტომ რომ არასწორ ფაქტორებს და ინფორმაციას ეხსნება. მივიღეთ ის შედეგი, რომ მელია დააკავეთ 6 დღის შემდეგ და საბოლოო ჯამში 3 თვეში თუ 4 თვეში გამოვუშვით გარეთ. ეს არის ფაქტები. ამ ფაქტების მიღმა სხვა ყველაფერი თქვენ რაც არ უნდა ილაპარაკოთ, არის ლირიკა. ეხლა გავაგრძელოთ ლირიკა და ბელეტრისტიკა. ივანიშვილმა გაგიყვანათ ოპოზიციაში, ხსნით ასე, რომ მან თავისი ქმედებებით გაიძულათ, რომ გუნდიდან გასულიყავით, იმიტომ რომ თქვენ არ მოგეწონათ, რომ თქვენგან განსხვავებით ივანიშვილი და მთელი გუნდი დარჩა იმ პოზიციაზე, რომელზეც თქვენც იყავით, რომ მელია იმსახურებდა დაკავებას. როგორც კი თქვენ ფეხი აითრიეთ, შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვენგან განსხვავებით ფეხი არ აითრია, გადავიდა ქმედებაზე, თქვენ ეს არ მოგეწონათ და გადადეკით. ეხლა კითხვა. გაანებეთ ვახოს თავი, ნურევთ ვახოს ამაში რა. გაანებეთ თავი რა, აგინდათ ამ შინაგან საქმეთა მინისტრის შინაგან საქმეთა, გაანებეთ თავი რა. ესე იგი თქვენ მე მგონი წითელი ჯვარი ხართ თუ შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილი არ ვიცი, ხან დეპუტატებს ყავას უსხამდით იმის მაგივრად, რომ შტურმი მოგეგერიებინათ პრომაღალ კვალიფიციურად. ხან ჩემზე ზრუნავდით და ვიღაცებზე ზრუნავდით და ბრიფინგზე ტყილს იძახდით, რომ ვითომ მელიას დაკავება პოლარიზაციას გამოიწვევს. ახლა აღმოჩნდა, რომ ბიძინა ივანიშვილის ბრალია თქვენი წასვლა. და თქვენ არ იცოდით. რა? არ იცოდით.
არა, მე თქვენ დაგირეკეთ, ბრიფინგი როგორც კი დასრულდა, ამ დროს ჯერ კიდევ პანდემია, მე ვარ კოვიდით ავად, დასრულდა თუ არა ტელევიზიაში თქვენი ბრიფინგი, საიდანაც გავიგე რომ თქვენ გადადექით, ამ დროს შეგახსენებთ მე პენიტენციაში. საქმეზე გავაგრძელოთ ამ ლირიკას, მართლა დავანებოთ თავი. კი ბატონო, აბა საქმე. საქმეა. კომიტეტის თავმჯდომარე გირეკავთ და გეკითხებით რა შვებით. და თქვენ მითხარით რომ ნუ აღარ გამოვიდოდა რა და არ მიხსნით რა. გეთქვათ მაინც მეთქი წინასწარ ეს ხო გითხარით რომ მიდიოდით და რატო უნდა მეთქვა შენ ჩემი ვიცე-პრემიერი აღარ იყავი ეს მიპასუხეთ და ასე დარჩა კრება მხიარული. ეხლა გისვავთ კითხვებს ამდენი წლის მერე. შეხვდით თუ არა რომელიმე ქვეყნის ელჩს იმ შუალედში იმუნიტეტი რაც ჩვენ მოვუხსენით და თქვენ გამოგყევით პროცედურაში სწორ და სამართლებრივ პროცედურაში და თქვენი გადადგომის ბრიფინგ შორის რომელ ელჩს შეხვდით და ვინ გირჩიათ რომ გასულიყავით ოპოზიციაში. მე ყოველ დღის განმავლობაში ძალიან ბევრ ადამიანს ხვდებოდი მათ შორის ელჩებსაც და უაცხოელებსაც სამსახური მქონდა ასეთი. იმ შუალედშიც შეხვდით. მათ შორის რა თქმა უნდა, იმიტომ რომ იმ შუალედში უცხოელებს და ელჩებს ყველა ელაპარაკებოდა, მარტო მე კი არა. პარლამენტის თავმჯდომარე, სპიკერი, რა, ყველა ელაპარაკებოდა. რომელმა გირჩიათ რომ არ დაგეჭირა და მელია და გასულიყავით ოპოზიციაში. ეხლა თქვენ ავრცელებთ დეზინფორმაციას თავიდან ბოლომდე. ხო და თქვენ გავრცელეთ ინფორმაციას. კი ბატონო, არავის არაფერი მსგავსი არ ურჩევია, რომც ერჩია მე ყოველთვის ნებისმიერი უცხოელის რეკომენდაცია ბოდიშით და ყოველთვის ფეხებზე მეკიდა. მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ჩემთვის ჩემ გუნდთან და ხალხთან შეთანხმების დარღვევა არ დარღვევა იყო ბევრად უფრო მნიშვნელოვანი. ესე იგი, როცა ჩორჩანაში საგუშაგოს აყენებდით, რამაც საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და ხუთი საგუშაგოს განთავსება გამოიწვია, მაშინ უცხოელებისაც არ ითვალისწინებდით, თვითონ გადადექით უცხოელების დაკვეთით არ გადამდგარ ხართ, რაც მე მგონია რომ ასე უნდა ყოფილიყო და გაგიყვანეს ოპოზიციაში ბატონო გიორგი, არგუმენტი არ აქვს. ოპოზიციაში გამიყვანა ივანიშვილმა, რომელმაც ყველა შეთანხმება დაარღვია. აბსოლუტურად ყველა შეთანხმება დაარღვია და თქვენ თუ ცდილობთ ამ საქმეში კიდევ ეკითხებით. არ გპასუხობთ მე კაცო. რა შუაში ელჩები კაცო? შენ ივანიშვილზე მკითხეთ. მელიაზე გელაპარაკეთ. ივანიშვილზე მკითხეთ კაცო. ელჩებზე რატომ ეკითხებით? გეუბნებით რომ ფაქტორი არ ყოფილა მეთქი. კიდევ ერთხელ გეუბნებით. აგერ მკაფიოდ გეუბნებით. რომ იმიტომ რომ ყველა შეთანხმება დაარღვია, ამიტომ მოხდა ის რაც მოხდა. ამის შემდგომ ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ. ამ თემაში უფრო ღრმად შესვლა გინდათ, თუ არ გინდათ, თუ გინდათ, მე პრობლემა არ მაქვს. მოყვებით ბოლომდე. რა სიმუქრებით არსად არ გაქვთ შესასვლელი და გინდა შედით, გინდა გამოდით, არც აქანე მიგიღებენ, არც იქანე მიგიღებენ, ასე ერთ ჩემზე ნუღელავთ, კაპიტანთია. თქვენზე მე აღარ ვღელავ. ჩემზე ნუღელავთ. მე თქვენზე ვღელავ. მე თქვენზე ვღელავ. ნუ იღელვებთ, რა მომენტში თქვენ გადადექით, იქ დამთავრდა თქვენი პოლიტიკური კარიერა, ეს ჩემი პირადი აზრია. ბატონი თენგიზი. ეხ მე მაშინ არ ვიყავი პარლამენტის წევრი, შესაბამისად პოლიტსაბჭოსი. ხა ვინას გიორგი გახარია აცხადებს, რომ პოლიტიკაში ის ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ წაიყვანა და ოპოზიციაში მისი ყოფნა იმის დამსახურებაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთპიროვნულად მიიღო ისეთი გადაწყვეტილებები, რომელიც არც გიორგი გახარიასთან და არც პარტიასთან არ იყო შეთანხმებული. ამიტომაც გადაწყვიტა გახარიამ, რომ დაეტოვებინა ქართული ოცნება და შეიძლება ითქვას, რომ ხელი დაადო სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მას უწოდა უხილავი კაცი და უხილავი ხელი. სხვათა შორის საგამოძიებო კომისიის დაწყებისთანავე პარალელი გაავლო გიორგი გახარიამ მის გადადგომასა და 20 ივნის განვითარებულ მოვლენებს შორის და თავიდანვე აღნიშნა, რომ თავიდან გავრილოვის ღამეს განვითარებული მოვლენები მას ძალიან დიდი შეცდომა ეგონა, თუმცა შემდეგ უკვე ნიკამელიას დაკავების ფაქტმა და უამრავმა მოცემულობამ ის დაარწმუნა იმაში, რომ ამ ქვეყანაში ყოველთვის არსებობდა გარკვეული უხილავი ხელი, რომელიც პროცესებზე გავლენას ახდენდა და სწორედ ამ უხილავი ხელის გადაწყვეტილების გამო მიიღო გიორგი გახარიამ გადაწყვეტილება, რომ წამოსულიყო პარტიიდან და წასულიყო ოპოზიციაში.